გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი ამბები. და უფალი იყო ჩვენ გვერდზე. ნახეთ მეგობრებო, ეხლა მოვედი ლას-ვეგასში. გავაგრძელო ჩვენი ამბები, ხო, წვრილმანები. მოვედი ლას-ვეგასში და იმ თოვლების შემდეგ იმის ხო გავჭუჭყიანდი და შევხედე რა მანქანები არის გაკრიალებული გარშემო. მივედი, ყველგან არის გაკრიალებული მანქანები, იხარია რა. ოფნა და ეხლა მოვედი საწყობში და მითხრეს რომ პირველ საათზე კი 4 საათზე გაქო ისო 12-ზე გაქო ისო რა ქვია მას დელივერიო ეხლა ვიფიქე მოდი ეხლა მილოდები მეთქი წავიკითხა მეთქი მაგრამ მე გამოვიხედე და შემცხა და ეხლა უბრალოდ შეხედეთ ჯორჯი რა დღეშია და ნახეთ რას გავს ეჩემი მანქანა ეხა იტიკიდო დავტოვე და ნახე რას გავს ეჩემი მანქანა გული აგერევა რა ეხლა კი ვიფიქრე ტვირთუ ავიღებ თუ წავედი იმაში ამერიკისკენ რა ზამთ ისევ დავისვები მეთქი მაგრამ შეხედეთ ეხლა ამ მანქანებს რა გაკრიალებულია აქით იქით ეგ იქიდან მომოვარი და ჩემი რას გავს რა მომენტებში ეხლა ეთი ცოტა $100 მაინც დაждდება ამის გარეთ სხვა მაგრამ სირცხვილია რა რო შეადაროთ ახლა შეადარეთ ეხლა ჩვენი მანქანა და ამის მანქანა გაკრიალებული სუფთად ყოფტად ამიტომ თან ამიდი რამ შვენიერია იხარია ყველაფერი და შენ დადიხარ ასეთი ჟარგონს უტყი გაბანძებული მანქანით რა ამიტომ ას რო იტყვიან ჯიბეზე გავიკრავ ფეხს ისა ხელს და გავრეცხავ ჩვენ ჯორჯის და წავიდეთ ეს პროცესი ვაჩვენოთ რა ლას-ვეგასში ვარ ბოლოს და ასეთი იმით ხო არ ვივლით იმ მომენტ ახლა იფიქრე ხა დავიტვირთა და ისევ თოვში წავა და ისევ დაისრები მეთქი მაგრამ სიცხვილია და ჩვენი პრესტიჟის ამბავია ამ აქედან გამომდინარე გავისროლოთ ის $100 თუ რამდენი დაждდება $100 თუ $120 არ ვიცი ზუსტად რომ მივად ვეთყვიან თან ლას-ვეგასში რა ნახე გაკრიალებული მანქანა შავი მანქანა სულზე იმის ის არის გარემო და შენ ახლა მიდი და იარე ამ გაწუწრული მანქანით თან ცოტა პროცესაც გაჩვენებთ ამ გარეცხვის მომენტს ვინც ახალი შემოერთებული ხართ ჩვენ ალგზე ცხოვლური ამბები თან ლას-ვეგასი რა სუფთა ყველგან თეთრი ფერებია რა ჩემია დავდუა და გაძუწრულები ეხლა კალიფორნიაში რო შეხვიდე ამ ჭუჭყენი მანქანით შეიძლება პოლიციამ გაგაჩინოს შეიძლება არა ნუ შეიძლებაზე ხო არ ვივარაუდებთ აქედან გამომდინარე კალიფორნიაში ზუსტად ვიცი აი ძალიან ჭუჭყენი მანქანით რო შედიხარ პოლიციამ შეიძლება გაგაჩინოს ან შენიშვნა მოგცეს ან ჯარიმა დაგადებინოს ნუ ძირითადად უფრო შენიშვნას იძლევიან ახლა გაკრიალებულია მანქანები გაკრიალებული მანქანებია სუფთად ყოფტად ჩვენ კიდე დაწუწნულები დავდივართ რო იტყვიან აი ეგ ნაგვის მანქანას და ნახე რა სუფთა მანქანაა ნახე უფ ყოფტად ეს ნაგვის მანქანა ნახე გაკრიალებულია სიცხვილი ასეთი იმიციარული ჯორჯი ვაჭკუმპალავთ ჯორჯი
სად არის ჩვენი სამრეცხაო? აი ეგრე ტრაქვოშ. იმედია რიგი არ იქნება. რიგი იქნება თუ არ იქნება, რა მნიშვნელობა მაინც უნდა ვაჭუმპალაოთ ჩვენი ჯორჯი. უიმე იქ ჩემი უნდა მოვიდე ხო? იქეთი დავინახე. ჩვენი მანქანა იქით არის თუ საიდან შევიდე აქ? ვაჩეცე. უცნაური შესასვლელია. ამერია. შევარ და ვერ გავე სხვა შესასვლელია იქ სხვა არის. არ დავარღე ვაგეთ შევალე კომპანიაში და გამოვიდა. იქიდან შევიდა. ეგ საიდან შესულა ის თუ არა ის. ეს არემონტოა. გასასვლელიც ექნებათ. დავიჭედე. ამეჭხირე, გადი იქით. ამეჭხირე ის უხელი, არ მიშოს, გადი, მიხტო როგორც იქ რა უნდა გამატყო. არ დავეჯახო. სიცეში მოვედი, ეს არემონტო ის არის. ჩვენ იქით გვინდა კაცოს. აი გვინდა ეს საიდან? ოკეი. ნამყოფი რო არ ახლა, ყოველთვის პრობლემაა რა არა. შევიდე ალბათ ხო ეგერა ხო რიქში უნდა დავდგეთ ოფსოს არავსა დრო გვაქვს ეს ჩემ მანქანასთან შედარებით რა სუფთაა, მაგრამ ეს მოვიდა და გასარეცხად მოვიდა. ჩვენი რას გავს? ეგერ ჩვენი მგონი. ეგერ ხედავთ, ჩვენი კომპანიის მანქანაა, მგონი ეს ის რუსი ბიჭია. დიდი სამით გამარჯვებას რომ მეუნება ხოლმე. მაგასაც რა კაი სუფთა მანქანა ყავდა რეცხავს და ჩემ მანქანასთან შედარებით ანგელოზივით გამოიყურება. შევადაროთ ახლა ნახო ჯერ ნახო ჩემი რას გავს და ეს ამასთან შედარებით სუფთაა და ეთი ჩვენ იმასთან მივიდე აბა ნახე შეხედე რას გავს ჩემი და იქით ნახე ის რა სუფთაა ეს რა სუფთაა მაგრამ მაინც რეცხავენ და მოდი ვინ არის ჩემი თანამშრომელია გამოდი აქეთ გამოდას. მანქანაო და რას გავს ნახე. ტალახშია ეს ხე. გამხმარი. მეგობრებო შეხედეთ ახლა იქ მოვიდნენ. ეხლა რა სუფთა მანქანები ყავთ იქით. ერთი. ესეც არ არის სუფთაა და მაინც გასარეცხად მოიყვანეს და
სიცხვილია რომ მე არ გავვრეც. აი იქიდან კიდე დაემატნენ მანქანები ერთი ხრი. კი ვიბიუზგონი ამან მომასრო მეთქე, მაგრამ ნახეთ ჩემ შემდეგ რამდენი მანქანა მოვიდა კიდე. აი ეგ არის რა ჭუჭყიანია ეს. ჩემ კოლეგას ერთი ვერ მივიდა, აი ნახეთ, ეს რა სუფთა მანქანაა, შეხედეთ. აი ეს ჩემი კოლეგა. მაინც მოვიდა გასარეცხი. ჩემ კოლეგასთან ნახეთ ამას რა სუფთა მანქანაა ახლა. გონი ეს ჩემია, ის ბიჭია თუ არ არის. ეს ამას ასუფთა. ეს სხვა ვიღაცა. Здорово. Как есть? Посмотри. Нет, твоя машина. 2 месяца, а ты посмотри на мою машину, на что похоже. Как почуваешь? Нормально. Он эту штуку купил себе. А? Эту штуку купил себе. Вот видишь, вот это черное. Понятно. Стёпа не забрызгает. Это они кредит получают, да? Кредит. По кредиту? Да, конечно. Первый раз здесь? Да, первый раз, да. Я постоянно. Ты delivery сделал или этот? Не, я сделал delivery сегодня утром. Сейчас помою. Завтра прием в сервис. Хорошо, ну а вы счастливы, сейчас позовут. Так, ты с Гогой говоришь, да? Нет. С Гогой будешь говорить привет передавать. Хорошо, спасибо. ორი თვე არ გამირეცხიაო და ნახეთ ახლა ეს მანქანა ჩემ მანქანასთან სუფთა. მოიყვანო თორე ახი დაიძრა და ხალხი არ გავაღიზიანო, გამუწიო წინ. ის კარგია, კაი ამინდია. იმ სიცივეების შემდეგ მოწიოთ. რიქში დავდგეთ. ჩემმა კოლეგამაც შეიყვანა ეს ოდესელი ბიჭია, უკრაინელი ბიჭია, ეს ადრე მყავს ნანახი. კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ერთი ორჯერ მყავს ნანახი რა. ჩემ მანქანას რო უყურე შემცხარ. აი მაგდრომარებში რო ყოფილიყო ჩემ მანქანა ალბათ არ გავრეცხავს, მაგრამ ორი თვე არ გამირეცხიაო რა. ჩემ შეხედეთ, მეგობრო, ნახე რა დღისია. ეს კოლორადოში რო ვიყავი, ნახე, სულ ტალახებში. ქვიშა ეს წითელი ქვიშა წყალი რა. რა მითხრა? აქ არ ახარო დამყოფე, მე ვთქვი პირველად თავარ მეთქი და მე სულად მოვდივარ. აქ მოიყვანს აბარი, აქ ლას-ვეგასში ცხოვრობს რა. და ის გოგა მომიკითხეო, ქართველი ბიჭია, იმასთან მეგობრობს და იმას მოკითხვა გადაეციო. გოგი მუშაობს ჩვენთან და ჩვენ ახლა ლას-ვეგასელები არა ვართ და ზეგრეცოდინება. სიცხეა, უკვე რამდენი გრადუსია? 24 გრადუსია. შიწინ ვიყავით -20 გრადუსი, არა, -18 გრადუსი იყო, მე 20. აი ეს არის, იქიდან აქით. ზოგჯერ რომ მილეკავენ ხოლმე თბილისში და იმაში რომ მიყურებენ ხოლმე, ასე რომ ზუარ მანქანაში, ბიჭო, გარეთ თოვლიაო და აქ რატო ხარ? მეუბნები კაცო, მანქანაში აქ ტემპერატურა როგორც მინდა ისე ვაყენეთ. უკვე გარეთ რო გახვალ, ისედაც უკვე ბუნებრივად თბილა და აი ამინდია. კარგია, კარგი. თან იცით რა არის კიდო ისა, შენ რო იცი რომ აქ სიტყოში ხარ.
რო წარმოიდგენ იქ სადღაც ამერიკისკენ მინესოტაში და ინდიანაში და მონტანაში ხალხი იყინება. ვფიქრობ, რა მაგარია, როგორ გამიმართლა რომ აქ მოვხდიო. უდაბნოში ვარ, აბა. მახავეს უდაბნოში. იქით ლას-ვეგასია. მერაბა და ილია და რავი ჩვენი ბიჭები, რომელიც სპორტსმენი ბიჭები აქ ცხოვრობენ. ვერა და ვერ მოვახერხეთ, მერაბა ვერ მოვინახულეთ რა, კარგი კი იქნებოდა. ესე მომენტ თუ ჩამივარდა დრო. ცოტა გავამხნევ ამ ბოლო წაგების შემდეგ. დიდი ის არის. მაგრამ მე რომ მკითხო ახლა ჩემი აზრით მერაბამ შეცდომა დაუშვა. კი, რა თქმა უნდა, რეკორდი იყო ახლა. წელიწადში 3-ჯერ დაიცვა თავისი ტიტული, მე-4ჯერ უკვე გადაღლა რაღაცა. არა, კი, მე მესმის რომ რეკორდი გინდა და ის, მაგრამ მაინც რო დაფიქრე, დიდი დატვირთვაა რა. მაინც რეკორდსმენი ახლა წელიწადში 3-ჯერ დაიცვა შენი ისა. ყველაფერი კარგად იქნება. ესე კარგი იყო რომ ისული ხარ, მაგრამ რავი მოახერხებ ხა. თავის გავრეცხო და მგონი ტვითი მომწეს უკვე და მერაბა მაგარი ბიჭია, მაგარი. მებრძოლი, მაგრამ აი გულახდილად გითხრას მაგ სპორტი ჩემთვის აი ძალიან მიუღებელია რა. და მერაბისთვისაც ნათქვამი მაქვს. არა და მეთქი მერაბ მეთქი. შენ ისეთი კაცი ხარ, ჭიანჭველას არ დააბიჯებ მეთქი, ფეხდა. აქ რა მოგიყვანა მეთქი და სპორტიო და რა თქმა უნდა სპორტი, რა თქმა უნდა კარგია, ჟინი და ის, მაგრამ აი ეს სახეში რო უტყავენ და ეს აი კი ახლა ბოქსერები იძახენ ეს ხელოვნებაო იქო აქიდან მიუჯდები, აქიდან მოუდგები იქიდან, მაგრამ აი სისხლები და ეს რომ მოდის. მაგარი ნებისყოფიანი სპორტია რა, ახლა რო გირტყავენ. ახლა ჩემ ფსიქოლოგიაში როგორ არის, მე რო დამარტყა, უკვე გაზადიხარ და ახლა ბახ გირტყავენ და ითმენ, თორე სპორტი არის. რა ვიცი, ნუ ახლა გემოვნებაზე არ დავობლე, მაგრამ მაინც აი ძალიან სასტიკი სპორტია რა ეს. ანუ ეჭხობა ქუჩაში, იმაში, ამაში და ახლა ეგ სპორტს ცოტა მიუღებელია ჩემთვის. მაგრამ აი ჟილკა და ჟინი თან მერაბი საიდან 0-დან დაწყებული ის. მაგრამ არა უშავს წარმატება უსულოდ და გადაელახოს ეს დამარცხება და დარწმუნებული ვარ მომავალ რევანში უნდა ავიღო და მოემზადება და უბრალოდ რა არის აი შეცდომა დაუშვა, არ შეიძლება ის 3-ჯერ ამხერებ მომზადება გინდა, ეს გინდა ფიზიკური ადვილი არ არის რა. და ფსიქოლოგიური მომენტი და ის რუსი მოემზადა, ახლა ფაქტობრივად როდის 3 წლის წინ მოუყო ხო მაგ რუსს, მე ემზადა და მოემზადა და ახლა წელიწადში 3 ტიტულის დაცვა, ხუმრობა არა თან საჩემპიონო. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. წარმატება მოუსურვოთ მერაბის, მის გულშემატკივრებს ჩვენი სახით და ყველაფერი კარგად იქნება. სადღაც იქ ცხოვრობს, აი ეს ლას-ვეგასის შენობებია, კაზინოები. რა ვიცი, თუ ჩამივარდა ვარიანტი. დღეს არ ამგვარი, ანუ ნახოთ რა, ეხლა წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო, თუ ჩამივარდა აუცილებლად მოვინახულეთ ჩვენ მერაბის და მის მეგობრებს, რომლებიც მის გვერდზე დგანან და ყოველთვის ხარს უჭერენ და ერთად არიან. აი ჩვენი რიგი ეს პატარ-პატარა მანქანები უფრო დიდხანს უდებია გარეცხას ვიდრე დიდისას რა. აი ტრიქში აი ნახეთ ახლა ეს რა მანქანა, უკვე გაკრიალებული სუფთა და მაინც რეცხავს რა. სირცხვილი, ეხლა რო შეადარო ჩემი მანქანა, სირცხვილია. იცი რა არის სირცხვილი ცნობა. ისე მაგ თემაზეც უნდა ვილაპარაკოთ.
წელი კოლორადოს თოვლის ჭუჭხები აქ არის. შეადარეთ ახლა ეს რა გაკრიალებულია და მაინც გასარეცხად მოვიდეთ. და ჩემი შეადარეთ. აქ ახლა ამას გასარეცხი, მაგრამ რეცხავს რა. ამის ბორბლები შეადარეთ და ჩემი ბორბლები შეადარეთ. რას გავს? ჩემი ბორბლები რა დღეშია? ისი რა სუფთად არის. მაგრამ მაინც მოდის და უნდა გარეცხოს. ლას-ვეგასია. სუფთად უნდა იარდო. Location is ახდება ვაგონ engine washing. აბა შევიდეთ, აბა ხოთ. რამდენი ბიჭია გაწავთ. არავინ არ მეუნება რომ მოდიო დავდგეთ ახლა. შევან მერე ეტაკებიან ეს ბიჭები. ამ 1 2 3 4 5 6 7 8 კაცი რეცხავს ამ ტრაილერს. გაჩედო და რა უნდა ამას? არ შემოხვიდო. მარდა დაიწია. მე იქ შევალ, ხუს გადავიხდი ალბათ საკრედიტოთი და ბროკერი მირეკავს სადახარ, მეთქი დავი დამანები კაცო, მანქანა უნდა გავრეცხო და წადიო საქმეზე. ასე ახლოს მე გადმოვალ და შიგნით ალბათ არ შემიშვებენ გარედან როგორ ეცხავენ. ნიუ მეხიკოში რო გავრეცხეთ გახსოვს მაშინ ყველაფერი გადავიღე და ეხლა არ ვიცი რა იქნება. დიდი ჯოხები აქვს და 6 კაცი რეცხავს თუ 7. შემოდიო, შევიდეთ. შევიდეთ. თვა მოგება უნდა და ორი მანქანა არ დაეტევა, მაგრამ ფული როგორ გადავიხადო მეთქი და იქ ოფისში შედიოდა, მაგრამ ჯერ წინ გავწევა და დაასველებენ ალბათ.
აქ ხელით რეცხავენ, ხედავ ის არ არის ის რომ ავტომატით რო გადმოდის ხომ, მე არ არის. ჯორჯ, გეშველა. თქვენ მოთელვითი შეღის არის აქვია დასველება უიმე რა ჭუჭყი მოახ აი გავწიო და უიმე რა შეხედე ალბათ მეწყიან წინ გამოწიეო ალბათ. წავიდეთ, წინ წამოდიო. მუსიკის ქვეშ მუშაობენ. ჯვირი არ გადამახტენეს $88. მე უფრო ახალებს დარეცხა. ჯორჯ კრანჭავენ ვორბლების გაწმენდა გინდაო მეთქი არა მეთქი და ის დაფარეს ვერ მივხვდი რა და აი ჯანდაბას იყო ეგრე ხედა ვორბლები დებოდა გადაატარეს ის ადა ეხა ჩუქიანი იქნება აი შეთქი ამან ვეჩქარება ნახე და ზურჯი რო არის ის ზურჯი გადააფარეს ვორბლები არ გარეს ვორბლები გარეს რო რატوارეთ ხარ ეს არ ხოლმე და მუქიტის გაფიცე აბა აი ბატარე ახლა ვერ მივხვდი ამ უკვე რა ხდება და აი ხა ეს ცალკე ბორბლებზე რომ მეთქვა უკვე აი ბიჭი უკვე ბორბლებს წმინდა ხედავ სპეციალურად ეს ალბათ ცალკე სერვიზი იქნება რა, რომელზეც მე უარი ვთქვი. არა, მე ვთხარი მეთქი მარტივად გარეცხეთ მეთქი და აი ნეთქობა, ეხლა ამან უარი არ თქვა და უმას უკვე ბორბლებს და დისკებს წმინდავენ რა. მე ეხლა არ გაფროსტო უბრალოდ ჩემთან ალბათ უფრო მარტო წყალს გადაავლებენ რა. ეხლა მივხვდი რა, არც კი ვიცოდი. ის რო გამოვა მანქანა მე უკვე სპეციალურ ქიმიური იმას იღებენ. და ბორბლებს დემებს ატარებენ რომ ჩვენთან როგორ იყო ლუდით არ წმინდავდნენ ხოლმე რომ აი საბურავები ლამაზად ყოფილიყო ამაზე ვთქვი მე უარი ეხლა ეს რო ყოფილიყო აბა დაამატებდნენ თან $88 არაფერი არ არის იმიტომ რომ იქითკენ ამერიკაში $100 და $120 ვიხდით ხოლმე გარეცხვაში და ბორბლებზე არადოს არ მიფიქრია რა აი პირველად შეხვდა ასეთი ვარიანტი ვიჭებს ერთი $20 ვაჩუქე და უხარიათ 6-ნი არიან ახლა რა უნდა იყოს მაგრამ რა ვიცი მაინც რაღაცა მივეცი რა აი ხედავთ აი ბორბლის ეს მოხსნეს ნახე და სპეციალური ბორბლის ის არის
ჩემო ჯორჯ კი გრეცხავ, მაგრამ ეხლა რო წავალ იქით ამერიკაში. არა უზო. ხელით ვეცხავენ, აპარატი არ არის. ანუ ქიმიურ რაღაცას უკეთებენ. არა, პროგრესს ვეცხავენ და უბრალოდ მისცემ ხელით ასწავლე. ქიმიას არ წაუსმენ. აი ესეთი კაცი ხა იმან გაუწმინდა, გაუტრიალა და ვიდიათ რა. ეს ამაზე უკვე ცალკე გადასახადი იქნებოდა. ის წავიდა ხა პროგრესმა. ჩემი უბრალოდ მარტივად გაირეცხება. ზემოდანაც ჰაერი გამოუშვეს, ეხლა გადაატარეს. ესე კი გალამაზდა ჩვენი ჯორჯი. Okay, thank you. Adio. რაღაცას მინდა, პროგრესს მინდა ვენ? პროგრესს მინდა ვენ, თუ რა ვერ ხვდები. გადავლე საერთოდ წყლით სივრცეს ავლებენ ეთყობა. ანუ ბროკერი მინახეთ წავა ტვირთზე წადი ტვირთზე ტვინი წამიღო რა. ჩვენთან რო იცი ახლა გული და იმით რეცხვა აქ სამწუხაროდ არ გამომდის. ფული ბროკერს და დისპეჩერს და შენ რა დროს გარეცხვაო. წავიდეთ ხო, წადიო. ოკეი. Thank you. შოპა დავამოწმოთ ჩვენთან რო იციან ხოლმე მანქანას რო გამოიყვანენ და მერე გამშრალებას რო იწყებენ 1 საათი აქ არ არის აბა ნახოთ გადავხედოთ ახლა ჩვენ მანქანას როგორი გარეცხილია პრობლემის ამბავში Wow, George! ალამაზდი. არა, ახლა. ორბები ამას გადაატარეს, მაგრამ წყალით გადაატარეს, მაგრამ ცალკე რო გაეკეთებინა, უფრო მაგარი ვიდი ექნებოდა. არა. მაგარი სულაც არის რა. George, ამოისუნთქე. George გავპრანჭეთ. შენივრად არის გარეცხილი. წავედით, მართლა იცით ქალაქში ვართ, რომ ჭუჭყი, აუ, ნახე რამხელა რიგი დადგა. კიდე კაი. მოვასწარით. ჯორჯ. კიდე რა ჩვენი მე ხა. ეხლა ალბათ ის რო წაესვათ რაღაცა სპეციალური უფრო მაგარი ვიდი ექნებოდა და. რა თქმა უნდა, ესეც უკეთ ცუდად არა. სასიძოთ არის რა, გამზადებული ჩვენი ჯორჯი. კარგით, აბა. გავპრანჭეთ ჩვენი ჯორჯი და წავიდეთ ახლა ტვირთის ასაღებად. აიყო გამემშრალა, მაგრამ ამის დრო ნამდვილად არ აღვაქვს. აქ სალონს უკვე მე თვითონ დაუწყდა უკვე. ამას უკვე ეს უკვე ჩვენი ამბავია, სალონს არ ეცხავენ ხო.
როგორ არის ხოლმე მანქანას რო გარეცხა, მე უფრო რბილი ხდება ხოლმე. იცი მართლა რა საინტერესოა რა. მანქანას რო რეცხავ და მე რბილი რო ხდება ხოლმე. აი მანქანასაც შეეშალა ჩემსავით იქ შევიდა და აქ უნდა შემოსულიყო. გასარეცხა თუ არა, ოპა. Всё, წავედით. კარგით აბა მეგობრებო. ახლა რიგი დადგა. ერთი დღე გაჩვენეთ, გარეცხვის დღე. საგემშვიდობებით იმედია აი ვიდეოებში შევხვდებით. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და უფალი იყო ჩვენთან. მომავალ შეხვედრამდე.